იხოცებით ქართველები ცოტა ნირჩებით, რომ პაკისტანელები და ინდოელები შემოდიან და წაგულეკავენ მალე. რომ ეს ზოგადი რაღაც პრობლემაა ქვეყნის და ზოგი ამბობს, რომ გავრცელდა რაღაც ვიდეო, რომ მილიონი ქართველი დარჩა ქვეყანაში და ნუ რაც ტყუილია, ტექნიკურად ძალიან პრიმიტიული ტყუილია, მაგრამ ასეთი ტყუილები იმიტომ არ ვრცელდება, რომ ადამიანებს აქვთ რაღაცნაირი განცდა, რომ რაღაც ცუდი ხდება. და დემოგრაფია არის ალბათ ესე ძალიან როგორ ვთქვათ, სპეციფიკური ტესტია ადამიანების განათლების თუ რაღაცა ელემენტარ სოფხედულობა წარმოადგენის სამყაროზე. იმიტომ რომ დემოგრაფია საკმაოდ ზუსტი რაღაც არის, საკმაოდ მეცნიერების საკმაოდ საინტერესო და ზუსტი ნაწილია, რომელიც სახშია ძალიან ზუსტ პროგნოზების გაკეთებას შესაძლებლობას გაძლევს. მაგალითისთვის მე უნივერსიტეტში ჩავაბარე 98 წელს. ლექტორი გვიყვებოდა, რომ შობადობა ნენოლა გაიზრდება, რომ თქვენი თაობა დიდი თაობა და 2000-იანი წლების დასაწყისში პიკზე გავა შობადობა. და ახსნამ ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს შობადობა დავარდა, ძალიან ფაქტობრივად მთელი ეს პერიოდი შობადობა დაბალი იყო, მათ შორის იმიტომ რომ მამაკაცები ფრონტზე იყვნენ და ზოგადად არც ისე სასიამოვნო გარემოა ომის დროს რომ ბავშვი გააჩინო. მეორე მხრივ ცნობილი, ვთქვათ, ფაქტია თუ დაკვირვება, რომ ომის შემდეგ, კატაკლიზმების შემდეგ შობადობა იზრდება. ანუ მამაკაცები ბრუნდებიან ფრონტზე და პირველ რიგს აკეთებენ, ბავშვებს აკეთებენ. და ზოგადად მოთხოვნილება, როცა ადამიანები გრძნობენ, რომ ირგვლივ ძალიან მაღალი რისკია ზოგადად და შეიძლება განმეორდეს რაღაც კატაკლიზმი, შიმშილი იქნება ეს თუ ომი იქნება, როგორც ისე ბევრ ბავშვს აჩენენ, იმიტომ რომ გაიზარდოს შანსი გვარის გაგრძელების, ასე ვთქვათ, გენების გადაცემის და გავრცელების შანსი გაიზარდოს. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი რისკიანი ცხოვრება, აფრიკულ ქვეყნებში და მაღალი სიკვდილიანობა, იქ ბევრ ბავშვს აჩენენ ხოლმე. ქვეყნებში, სადაც შედარებით დაბალი სიკვდილიანობა, დაბალი რისკია სიკვდილის, იქ ნაკლებ ბავშვს აჩენენ. ამიტომ მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობა გაიზარდა და მე მათ შორის ვარ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული თაობის ამ შემთხვევაში შვილი. მაგრამ მე ეს ტალღა შობადობის, ანუ და ხალი როცა აჩენს რა 18-დან პირობითად 30 წლამდე შობადობა ნორმალური პერიოდია, მე ბუნებრივად მცირდება და მე ისევ შობადობას შეუდგა თაობა ქალების, რომელიც ომის დროს იყო დაბადებული, ანუ პატარა თაობა. ამიტომ რაღაც მომენტში 60-იან წლების ბოლოს შობადობა შემცირდა. მე 80-იან წლებში დაახლოებით ისევ უკვე დაიწყო ჩემი თაობა რო გაჩნდა, ბავშვების გაჩენა იმ თაობამ, ვინც ომის შემდეგ დაიბადა. მე 90-იან წლებში შობადობა შემცირდა, იმიტომ რომ პატარა თაობა აჩენდა ბავშვებს. მე 2000-იან წლებში შობადობა ისევ გაიზარდა, იმიტომ რომ დიდმა თაობამ დაიწყო, ანუ უკვე შვილიშვილები გაჩნდნენ იმ ხალხის, ვინც ომის შემდეგ დაიბადა და მე ასე ვთქვათ, შობადობა მცირდება. ეს იყო ძალიან მარტივად პროგნოზირებადი, ანუ ტალღასავით გამოდის, რომელიც ამპლიტუდა მცირდება, ანუ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ეს განსხვავება იმასთან შედარებით, რაც იყო უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ყველა ერთს შეეხო ეს რუსეთს, შეეხო ეს საქართველოს, გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნაკლებად, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი შემოდინება ემიგრაციის და ეს ტალღა დიდი ხანია უკვე ფაქტობრივად ნიველირებულია. მაგრამ ზოგადად ყველა იმ საზოგადოებამ, ვინც გაიარა მეორე მსოფლიო ომი, ან ასეთი ტიპის კატაკლიზმი, ყველას ახასიათებს სადაც ციკლურობა შობადობაში. ამიტომ 90-იანი წლების შობადობის კლება ჩვენ ქვეყანაში გამოწვეული იყო არა იმით, რომ ღარიბები ვიყავით და სამოქალაქო ომი ქონდა და შემდეგ ეს რო ყოფილიყო გადამწყვეტი ფაქტორი, ამის გამო შობადობა იზრდება ხოლმე საზოგადოებაში. შეხედეთ აფრიკულ ქვეყნებს და მიხვდებით, რომ სამოქალაქო ომი, შიმშილი და ცუდი ეკონომიკური პირობები შობადობას ზრდის. სინამდვილეში 90-იან წლებში იმიტომ იყო დაბალი შობადობა, რომ უბრალოდ თაობა იყო, ანუ ქალების რაოდენობა ფერტილურ ასაკში იყო დაბალი. და 2000-იან წლებში გაიზარდა, იმიტომ რომ უბრალოდ ქალების რაოდენობა გაიზარდა, ვინც ამ პერიოდში აჩენს ბავშვებს. ძალიან პრიმიტიული. ამასთან არის მეორე ტენდენცია. ხო და ეს დემოგრაფია ასეთ რაღაცებს ძალიან ზუსტი პროგნოზები შეიძლება და ძალიან საინტერესო ამ ნაწილში. ან მეორე შემთხვევა, გარდა ასეთი ციკლურობის არის რაღაც გრძელვადიანი ტრენდები, ანუ გრძელვადიანი კანონზომიერება, რომელიც ასევე გამოიხატება იმაში, რომ შობადობა მცირდება. მთელ მსოფლიოში გამოიხატება ეს ამბავი.
და ამას კიდე დამატებითი მიზეზი აქვს. ყველაზე კაფიო მიზეზი, რომელიც ძალიან ცალსახა სტატისტიკურ კავშირს გაძლევს, არის ქალების განათლების დონე. როგორც კი ქალების განათლების დონე საზოგადოებაში მატულობს, ეგრევე ვარდება შობადობა. და ძალიან მარტივია, იმიტომ რომ უბრალოდ თითო ბავშვი არის ბავშვი ითხოვს რაღაც ხარჯებს, ხო? არა მარტო მატერიალურ ფინანსურ ხარჯებს, არამედ ადამიანურ რესურსს, ანუ ამ შემთხვევაში შობლის დროს. და თუ ქალი გაუნათლებელია და უბრალოდ არანაირი ალტერნატივა არ აქვს და მაშინ მაღალი ალბათობა რომ ის დათანხმდება კიდე ერთი ბავშვის გაჩენას. იმიტომ რომ ალტერნატიული დანახარჯი აქვს დაბალი. თუ ალტერნატიული დანახარჯი იზრდება, მაშინ უბრალოდ საშუალო ქალი ნაკლებ ბავშვს აჩენს, ან ნაკლებ ბავშვის გაჩენაზე თანხმდება. უნივერსიტეტში ჩააბარებს, სამსახურს დაიწყებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აღარ აქვს დრო რომ ან სურვილიც რომ 7 ბავშვი ყავდეს, როგორც შეიძლება ჩვენ წინაპრებს ყავდათ ხოლმე. და როგორც ძალიან ხშირად შეიძლება ნახოთ ღარიბ ქვეყნებში. აი სოფელში ცხოვრობს ქალი და არ მუშაობს, ან რაღაც იქვეს მაგას მიწას ამუშავებს და ნუ რა ვიცი, ბევრი ბავშვის გაჩენა შეუძლია. მაგრამ ქალაქში რო ცხოვრობს ქალი და ჯერ უნივერსიტეტში აბარებს, მერე კარიერას აწყობს და ასე შემდეგ, ნუ მაღალი ალბათობა რომ რა ვიცი 1, 2, 3 ბავშვი ყავდეს, მაგრამ ძალიან დაბალი ალბათობა რომ ყავდეს, რა ვიცი 5, 6, 7. ამიტომ ზოგადად, როგორც კი ქალების განათლების დონე მატულობდა, მცირდებოდა შობადობა და აბსოლუტურად უნივერსალური ამბავი არის, აი გამონაკლისები რო არსებობს, ანუ გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს ცალკეულ ჯგუფებში, მაგალითად, რა ვიცი, ორთოდოქსები, რელიგიური ორთოდოქსები, მაგალითად, ისრაელში ბევრ ბავშვს აჩენენ, ჩვენთანაც შეიძლება რაღაც რელიგიური მოტივებით, მაგალითად, რამა თუ იმ ოჯახში მეტი ბავშვი გააჩნონ, მაგრამ საბოლოო ჯამში რო შეხედოთ, აი ამ ორთოდოქსებშიც კი ძალიან განათლების დონის მატულობა, ქალების განათლების დონის მატულობა საბოლოო ჯამში შობადობას ამცირებს. ანუ პირობითად ეს ტენდენცია არის საქართველოშიც, არის შვედეთშიც, არის საფრანგეთშიც, აფრიკაშიც, ინდოეთშიც და ასე შემდეგ. ანუ უნივერსალური ტენდენცია, უბრალოდ შეიძლება სადღაც უფრო მკაფიოდ გამოხატული, სადღაც ნაკლებად მკაფიოდ გამოხატული. ჩვენთან შობადობის ასეთი შემცირება 60-იანი წლებიდან იწყება, ანუ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არაფერში არის მიმდინარე მოვლენები, უბრალოდ ქალების განათლების დონე მატულობდა და ბუნებრივად ისინი ნაკლებ ბავშვს აჩენდნენ. და მაგალითს მოგიყვანთ, თუ შეიძლება პირველი გრაფიკი რო გაუშვა, აი ავიღოთ ინდოეთი, ხო? ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ამ მომენტში ამ ქვეყანაში და ვიცით რომ ინდოელები უნდა წააგულეკოს. არამედ სინამდვილეში დიდი ხანია ინდოეთშიც იგივე ტენდენცია და ფაქტობრივად შობადობის დონე ახლა ინდოეთში უკვე დაიწია ორზე ქვემოთ არის 2.1 უნდა იყოს საშუალოდ ერთ ქალზე ბავშვი უნდა მოდიოდეს, ანუ 2.1-ია, როცა პოპულაცია ფაქტობრივად სტაბილურია, ანუ 2.1-ზე მაღლა თუ არის იზრდება პოპულაცია, თუ დაბლა მცირდება პოპულაცია. ნუ მარტივი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ჯერ ესეთიც რაღაც რაოდენობა ბავშვების ვერ მივა ასაკამდე, როცა თავის ბავშვს არ გააჩენს სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის შეიძლება უბრალოდ სიცოცხლე ვერ მოკვდეს რაღაც დაემართოს, მეორე შეიძლება რაღაც ის მიზეზის გამო ბავშვი არ გააჩინოს. ჰომოსექსუალები არიან რაღაც პროცენტი საზოგადოების ყოველთვის ამის და პლუს ბიჭები იბადებიან უფრო მეტნი სტატისტიკურად რაღაც 1% თუ დაახლოებით და შემდეგ. ანუ რაღაც ნაწილი პოპულაციის არასდროს არ გააჩენს ბავშვს. უნივერსალური წესი არის ყველა საზოგადოებაში ასეა. და ამიტომ ცოტა მეტი უნდა იყოს, 2-ზე მეტი ბავშვი უნდა გააჩინოს ქალმა, რომ საზოგადოება საშუალოდ რომ საზოგადოება იყოს სტაბილური რაოდენობაში. ხო და აი ამ ზღვარს ჩამოწდა რა. ხო, უბრალოდ ახლა ძალიან სწრაფად ვიყურებთ, ძალიან საინტერესო ამბავი ზოგადად ესეთი დემოგრაფიის, ასე ვთქვათ, ტრენდების და ტენდენციების შესწავლა, სხვა ქვეყნების შედარება. ზოგადად თქვენ კი იცით, რომ ინდოეთში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აი 70-იანი წლების შემდეგ შობადობა ინდოეთში მცირდება. ერთი ნობელის ლაურეატი ამარტია სენი, რომელიც შეისწავლა და უბრალოდ კაფიოდ აჩვენა მიზეზი და უბრალოდ აჩვენებდა შტატებს ან რეგიონებს ინდოეთის, სადაც ბევრი პარამეტრი მსგავსი იყო, გარდა ერთისა, ქალების განათლების დონე და რადიკალურად ცვლილება იყო დემოგრაფიაში. და ასეთი ბევრი კვლევა არსებობს, ამიტომ დემოგრაფიული ტენდენციები ძალიან კარგად არის შესწავლილი. ამაზე შეიძლება ძალიან დიდ დღეს ვილაპარაკოთ, მაგრამ მე ეს იმიტომ მოგიყევით, რომ ნებისმიერი ოდნავ ჩაღრმავება თემაში
გააჩენს უამრავ თქვა სტერეოტიპს დაანგრევს. ნუ სტერეოტიპი რომ მაგალითად 90-იან წლებში შობადობა შემცირდა, იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით. არაფერს ვაში არ არის. მეორე ის რომ რაღაც მაგალითად თავრობა თუ ვიღაცას ფულს გადაუხდის, ამიტომ შობადობა გაიზრდება. აი ტრამპის კი ამ შეცდომას უშვებს, ხო? ძალიან სტანდარტული სტერეოტიპია საზოგადოების, რომელიც აი უბრალოდ რა ვიცი, სულ გავრცელებულია და მთავრობები სულ ამას იყენებენ, უბრალოდ თავარია ეს სუბსიდია დააწესო, მანამ სანამ აღმავალი ტრენდი იქნება, მაგალითად ჩვენ ქვეყანაში რომ 2000-იანი წლების დასაწყისში დაეწესებინათ სუბსიდია, შობადობა გაიზრდებოდა. ნუ ან შეიძლება რამე ისეთი აქტივობა მოეგონებინათ რელიგიური, რომელსაც მერე დაბრალდებოდა შობადობის ზრდა. ნუ და საბოლოო ჯამში თუ ეს გესმით, ამ სტერეოტიპებს მინიმუმ არ დაუჯერებთ. არ ინერვიულებთ იმის თაობაზე, რომ მაგალითად შობადობა მცირდება, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ ის გარდაუვალი ნაწილია. სხვანაირად შეხედავთ ამ პრობლემას. აი ეს ამბავია, ამიტომ რაღაც ნაწილში საზოგადოებაში რომ დისკუსია იყოს ამ თემაზე, დემოგრაფიულ საკითხებზე და გველაპარაკა უბრალოდ გაგვერჩია ეს ამბავი, ვიღაცა შეიძლება რამე განსხვავებული აზრი ქონოდა და გადავხედავდით, დებატებს მოვაწყობდით. მაშინ ხალხი არ ირბენდა სოციალურ ქსელებში და ჩატიდან ჩატში რომ ვიხოცებით, ქართულები არ დავრჩით, შობადობა მცირდება, რამე უქნათ ჩვენ ქალებს რომ ბავშვები გააჩინოთ. და აი რაღაც სხვა სული მარაზმია ხოლმე მოწყობილი, მაგრამ ეს ხო უბრალოდ უცოდინრობის საკითხია. და ეს უცოდინრობა შეიძლება მარტივად იყოს დაზღვეული იმით, რომ სხვა მედიაში პერიოდულად თუნდაც თვეში ერთხელ იმართებოდეს დისკუსია დემოგრაფიაზე, შობადობაზე, ემიგრაციაზე და ადამიანებს უბრალოდ ექნებოდათ ინფორმაცია ამ ყველაფერზე და არ იქნებოდა ეს წუხილი. ხოცნაცობას ხო ვერ დააბრალებ დემოგრაფიულ ტრენდებს, მაგრამ ამ თემაზე კი არ მიდის დისკუსია. შინაარსობრივად ის არის, რომ აი ხალხი ნერვიულობს, სოფელი დაიცალაო, ხალხი ქვეყნიდან გარბისო, შობადობა შემცირდაო, ვიღაც პოლიტიკოსები ამბობენ კიდეც ამას, მაგრამ აი რატომ ხდება ეს? ამაზე არ ვლაპარაკი არავის. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვამბობთ, რომ დისკუსიებია საჭირო, აი დისკუსიები ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უბრალოდ მართლა ვილაპარაკოთ პრობლემებზე, რომ რაღაც ტყუილად არარსებულ პრობლემებზე არ ვიჩხუბოთ, არ დავხოცოთ ერთმანეთი და ასე შემდეგ და მერე თუ ასე ვთქვათ ამ პრობლემებს გავვლით, გავარჩევთ, გვექნება რაღაც გააზრებული პოზიცია, მერე შეიძლება სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემაზე ვილაპარაკოთ და დახარჯოთ ჩვენი ენერგია.